დილაშვიდობისა ტკბილება, აბა როგორ ვართ, როგორ ბრძანდებით, აუ ეს წამი ახლა მოვა. ხალხო ამ წყალს. რა? თებში გინდა? რაღაცებში ეკოლი შეჭამე. აქ არის. ჩემი ნაყინი მივეცი რამდენი დღის წინანდელი. მოინდომა. ნაყინი მინდა. ხოდა. ვიგას ნაყინი ხوارდი. აი ჯანდაბა შეჭამს. აი ეს წყალზე რა ვქნა კაცო ძალიან ხშირად მიწევს ყიდვა და ერთი უნდა ვკითხო ნინოს აბა ცოცხალი წყალიო თუ წყაროო თუ რაღაცაო რო აწერია. ეგ როგორია? გუშინ ფახლავებით ხო ვიყიდე? ფახლავებით შეჭამეს, ნამცხვარით შეჭამესა. ეს ყუთები აქვს ყველა მილაგია. ერთი ძალიან ორი ცალი ფახლავა შეიძლება არის დარჩენი დანარჩენი всё. ნირო მითხრა თქვენთან ახლოს გაიხსნაო და მიმასწავლასა და იდონა დაგეყოფილა ჩვენთან ყურის ძირში. აუ მაინც ეს წყალი გარეთ რო დასთვილია და არასა სიამოვნო. აბა ვნახოთ ახლა დღეიდან იქნება კაი ამინდები სულ. მათ როგორ დაღლილი და დასწიბული საღება. ეს ნამცხრები და ნახშირ წყლები ვჭამე გუშინ სულ რა. ხო, სულ. ლობიანი, დორტი. დღეს პოლონეზის გავაკეთებ. ემეთი რა ქვია, სოკოთი. როგორია იგა? ახლა უკმაყოფილო, ყოველთვის უკმაყოფილო სახე აქ ამას. თითქმის. არ მოგწონს? მოგემურია? ნუვოს ნაყინის შეგთავსი. უგემური კაცი. გუშინ კარით რომ მივდიოდი საღამოს არ წამოვალო ხო და ჯოჯო კაცი ხარ ჯოჯო მეთქი და მერე ველოდებით ახლა თორნიკეს არ მოდის და ლია მაქედანკად მოყოთა და მოდიანო და აი არსენა მოდისო რო იყო ხო იცი ძალიან უაუწია დაუჯდა всё რა დაუჯდა დაждეო მაჩვენე 5%-ზე ჰეჭი მოდი ეს გოგო მოდი ევა მოდი ჩემო სიყვარულო აქ მოდი ევი მოდი შევაერთოთ ნახე ძალიან სული მეც ისთოსოდები ესე არ წაგლიჯო ხოლმე და გამოურთო ბაურს აღარ არის ერთი წლის მოდი ევი ლეწე მუცელში აი აქ დაჯექიდე თან შეერთებული იქნება დაიტენება საშინელი კაც და დაუწიე რო აღრიალე ბოლო ხოთროდონი ხარო კაი გამოგანები ხოდა ისა აუ ჯოჯო კაცის მოდის მეთქი თქვი და
ემამ რო დაინახა რა ჯოჯო აი ყვირო დაიწყო ციდან ხელახმაზე ჯოჯო გაუხარდა დანახვა მე საყარელია და ჩემი ჟოლო ცოცხალია და ნებეთავი ძაღლს მე აწამებს ამ საცოდავს პატარა ბონიტო გაწვალე შემაკავებებს დაგიწერ და ჯარიმა იქნება ყოველ ჩარტყმაზე დარახუნებაზე და დაძიგძიგებაზე პატარა ნაზი ძაღლია განებეთა ნაზი მოდი დედა მოდი გაწვალებენ დედა დაგჩოგრეს დედიკო დედიკო დედა დაგჩოგრეს პატარა არის და დიდი გორი აუჩენთან ოემე დედა დაგიჩა რა დედა დაგიჩა ნაზრელა ისე აწვალებს გეგონება ეს ის ამყავდეს რა ქვია ბოქსიორი საერთოდ чихუახუა დედაში ხუახუა ეს დასვი აი აქ დასვი სკამზე ეხლა დღეს ისო მინდა აუ დანები ბავშვთავი აუ გაგვისკტაგულები კათი გაუშვი ხელი მეცადე ცოტა დავწევოდნავ კაი აი ეს და უთხრა სტაცავ ხარ და გამოგლეჯავ ის კი არა არის ჯოლო მინდა ჯოლო ვის გიყვართ ხალხო ჟოლო მე მიყვარს ძალიან უბრალოდ ერთი მინუსი ის აქვს რომ ძალიან მალე ფუჭდება ობდება მე ერთმანეთს თუ ადევს დაობებული და ჩვეულებრივიც დაობებული ხდება ასეთი ჩაშავებულები არის საოცრება როგორ მიყვარს ბავშვობაში ჩვენთან ჩვენ მქონდა მალინის ბევრი ბუჩქები პაპაჩემა გააშენა რა ძალიან სასარგებლო არისო და თან ხო დიაბეტი ქონდა და იცოდა რომ კენკრა ანუ ძალიან კაია და ის არ უყვარდა მარწყვი ძირსდებსო მიწაზეო და 1000 საზიზღრობას აყრიანო მაშინ ნაკელს აყრიდნენ ეხლა კიდე უარესებს აყრიან ხო და არ უყვარდა ეგ რა და ეს კიდევ დალოცვილიაო რა და თან ჩვენ მქონდა არ ვყიდულობდით და ესე დილას გახვიდოდი ჩამოკრეფდი რამდენიც გინდოდა შეჭამდი და ესე რა და ცუდი ნაყიდსის აქვს რომ აი ძალიან მალე ფუჭდება ეს უნდა გქონდეს შენთვის ძალიან უპრეტენზიოა, ნუ ლაგოდეხში ძალიან ადვილად მოდიოდა.
100 გრამი. ნახეთ რამდენია 100 გრამი. ბრძოლო. და ნახეთ რა მინდა. ათი გრამი შაქარი. ფენებზე უნდა მომეყარა, მაგრამ არა უშევ ჩავა. ნახეთ რა დესერტია. იმიტომ მოვაყარე შაქარი, რომ სიტკბო არ აქვს. ჩვენი კახეთის ისეთი ტკბილია, რომ იმას არაფერი შაქარი აღარ უნდა. მაგრამ ამას უნდა. ამას არ ყოფნის შაქარი. აჰა. ეხა მოიცეთ მოვა. მოიცეთ და მელოდეთ. და მელოდენით. აი ამაში გავიკეთოთ ყავა. ეს პატარა კოვზებია. ის ხო შეხედავთ, აი ეს დიდი კოვზია ის. ესენი პატარა კოვზები. აჰა. ესე იგი. მეთქი არ არის უკვე თქო და აი ეს რძე არის საოცრება ხალხო 6 და რაღაც აღის მეგონა აღარ იყო ეს რძე რა აქეთ ვერ წამოიღები გიტენება ცოტა ხანი იქ უნდა იყოს Mami shark Mami Nice. Bonito. Ты что, что bonito? ვიღაცა მიდის. ვიღაცა მიდის. სახში კეთილი მგზავრობა ძვირფასო. დედა მიიწიე, დედა. მიიწიე, დედა ჩიტაშვი. ყურსის ძაღლი რა გავაკეთო. ია გავაკეთო. ია გავაკეთო ის პატარა სულელი ძაღლი. აი, ჟოლო.
Raude. Ой, obie. არ მოტონს იქ შემა. ვაყაია. სივი და შოქოლადი. Raude. არ გინდა. და ახლა ტელეფონი შეერთებულია და იტენება. არა. აი ესე დაჭიქია. გემრიელობა აბასა. აბა, გითხრათ თქვენი ძირფასი კომენტარები, ეს მინდოდა ზღვაზე წამეღო, მაგრამ ზღვაზე ვერ წავიღე, იმიტომ რომ ბავშვები სვავენ, და მე ვერ წავიღე. არ ვიცი, ზღვაზე აფერი არ მინდა ხოლმე, ჭამა არ მინდა ხოლმე ზღვაზე. მერი ნიშე გარგოთ ფალმა, მადლობა ძირფასო ინგა გულები. ნინი მიყვარხარ, მე ვხედავ შენ სულს და ისე მიკურს ხოლმე, როცა ამას სხვები ვერ ხედავენ, მაგრამ მე ვიაზრებ, რაც ხდება ყველა ერთ განზომილებაში ვერ იქნება და ეს საჭირო არც არის ყველა ერთ ადგილას იყოს. შენ ფასი უკვე შენ შვილებში ჩანს, მოკლედ რომ თქვა, გაგზავნა შენ სცადა სვლა, ამაყად და ბედნიერად. ძალიან დიდი მადლობა, ჩემო უძირფასესო ადამიანო. რა ვევიტო. და ცოტა ხანი იქ უნდა იყოს, თორე გაითიშება და. აჰა. თაზობს. აი აქ დაჯექი თუ გინდა. კიან უყურე. ფიში ხო არ გინდა? გინდა ფიში? ნუ ბრაზო. თებლები არ არის კომფორტულ ადგილას. ანუ ყველაფერი ძალიან პრაქტიკულად აქვს გაკეთებული. უბრალოდ ერთი ეგაა. აი ეს არ დაფანტო, ეხლა ნინი არ გამაგიჟო. ანუ იცი რა ქნა? ნახე. გაუშვა წვენი. ანუ შაქარმა და ჟოლომი ერთად. აი რაღაც აუცრება. კიდე უნდა გავაკეთო. შევინახო მე. მე ძალიან მიყვარს ეს. აი ძალიან. ყველანაირი ნამცხვას მირჩენია. ლია იძახა ხომ ეგეთ რაღაცას და მეცინებოდა ხომ ეხა მეც ვიძახი. ხოდა ჩემო კარგად ვიფასებ, არც არის საჭირო როგორც შენს აღნიშნე. ყველამ დაინახოს, რა თქმა უნდა, გულსატკენია. როცა ვიღაცები ვერ ხედავენ, რაღაცა კუდებს აბავენ, მაგრამ ნუ it's okay, რას ვიღავთ, ვერაფერს ვერ ვიზავთ. ეს მე არ მეხება, ეს მათ ეხებათ ხოლმე უმეტესად არა ყოველთვის. მზია. სალამი ძირფასო, ნინი ძალიან ლამაზი და საყვარელი ხარ, მადლობა. ციცი გემრიელად მითი წყალან ძირფასებო, მადლობა. მართალი ხარნი, ხარი მძღოლები არ გატარებენ ერთხელ მხარში რამის დამეჯახა ერთი გოგო, მეორეც სკოლასთან ბავშვთან ერთად. მოვდიოდი და რამის ბავშვსაც დაარტყა, მე რომ არ გამომეწია. ხო, აი ისე მიგვირს, რომ თითქოს და ქალები უფრო ერთმანეთსადმი უნდა ვიყოთ სოლიდარულები. მაგრამ უმეტესად ქალი ზუსტად ის არის, ვინც ქალის ყავს ხევს ხოლმე და ძალიან გვიმტკივა ხოლმე ამის გამო.
და პლუს ძალიან მიყვირს. მარი თქვენ გვერდით ქუჩაზე გაიხსნა next group-ის ქვემოთო დონაზე. აი მე შენ გენაცვალოს დედა, შენ შემოგელო, ჩემო ჭკვიანო, ჩემო კარგო, ყოჩაღ დედა. რა გინდა? აი შენი თოისდე. არა, მე მინდა გემიგენი. ოკეი. კვერნა დავსვა? არა. კარგი. ჩემო საყვარელო, მიყვარ ხარდი. მე თვითონ გააკეთა ფიში და ხაღალდისი ქვედავს აიღო და გაიწმინდა და აიწიაკეთ ფაიმე გაიზარდა ჩემი გოგო. რა საყვარლობა, მერსო. ვინომაც მითხრა. მომწერა. ინასაიძეს რო იყავითო. მან თუ წახვიდეთო, ვილმარტი თუ ვოლმარტი თუ რა არის. უნდა გააგრძელოთო. კობალაძეზე უნდა გადაკვეთოსო ინასაიძე და სადღაც იქ ნახავთო. აი მაგ ახსნა და დამავიწყდა და ჩვენ გესად ვიყავით. ნუცა. ნინი გამარჯობა, სხვა ვიდეოში ვნახე რომ ADHD გაქვს და წამალი უნდა ვიყიდო. მე როგორც ვიცი, საქართველოში ზუსტად ამ დიაგნოზის ანტიდეპრესანტი არ იყიდება. რაიმე სხვა შეიძლება ზოგადად ამ თემაზე ისაუბრო. ამისი პირდაპირ ანტიდეპრესანტები არის ისეთი პრეპარატები ნარკოტიკული ფაქტიურად. და მე რომც იყიდებოდეს პირველ ჯგუფს არ დავლევ. იმიტომ რომ არ მინდა საკმაოდ მიდრეკილი ვარ დამოკიდებულებებისადმი რა და არ მინდა. ხო და ეს მე ვსვავ მეორე ჯგუფის ანტიდეპრესანტს, რომელიც არის ADHD-ისთვის და სხვათა მე რომ დამინიშნა და მე რომ ვივედი საყიდად ერთი კვირი შემოტანილი იყო საქართველოში. სახელს არ ვიძახი, იმიტომ რომ ესე ვიღაცამ რო იფიქროს მაგალითად ADHD მაგალითად წავიდეს და დალიოს შეიძლება ძალიან ცუდი შედეგი მოყვეს და ეს იქნება ჩემი პასუხისგებლობა. იმიტომ ძლიერი პრეპარატია, გულყრებს იწვევს. შეიძლება გამოიწვიოს. ზოგ ადამიანში ვინც მიდრეკილია, ამიტომ მე თავს არ მივცემ უფლებას, რომ მაგ პრეპარატის სახელი საჯაროდ დავასახელო. თუმცა შემხვდა TikTok-ზე ხალხი საუბრობდა ხმამაღლა. მოდი ამოხტიბონი, ვერ ამოდის. მოდი. ვინიათ ჩვეულები ვაჭარ-ახაჭებოს დაახლოებით რამდენი კალორია ექნება. არ ვიცი ძვირფასო, გააჩნი აჭარულს 800-დან 1200 კალორიამდე აქვს. გააჩნია კვერცხიც თუ აქვს, კარაქიც თუ აქვს, პატარას 800 ექნება. საშუალოს ალბათ 1000 ექნება, ან 1200. ზუსტად არ ვიცი, იმიტომ რომ ზუსტი წონა არ ვიცი. აი ეგა. მოსწენი როგორ მიყვარსაც გაუშვა. ეს არის აუცილება. ჯოლო მიყვარ ხარ? ჩემი კალორიებია ძმა დათვლილი. ჟოლოს არომატს მისცემს ყავას და ცოტა შაქარსაც. აი როგორ გამოვასუფთავე.
შეგერგოთ ნინიო მანანამ. ყველას დიდი მადლობა ძილბაძებო, ვინც გულებს მიწერთ. ნინი ლამაზო რამდენი კილო ხარ, მარიამ? 56 დავინახე ბათუმში. 56 დავინახე. ზაური, ასაკიც ბევრს ნიშნავს. ზაური კი. შენი ხნისო ვიყავი 5 ნაჭერის რომ ეჭამო წონაზე საერთოდ არ აისახებოდა 40 წლის მერე გავიგე კალორია რას ნიშნავდა ტორტი. როგორ არ აისახებოდა ჩემო საყვარელო 5 ნაჭერი რომ ამისთან ტორტი ჭამო 5000 კალორიაა. შანსი არ არის რომ არ აისახოს. ნუ შეიძლება ძალიან ბევრს მოძრაობდი, შეიძლება მე სხვა დღეში ამდენი არ გეჭამა და თავისით მიდიოდა, შეიძლება ხა ისეთი მოძრავი აღარ ხარ. და იმიტომ, თორემ მე ასაკი კი არ მოქმედებს. ცხოვრების წესით ცვლილება მოქმედებს. ნუ რაღაც დონეზე ალბათ ასაკიც მოქმედებს ცხოვრების წესის ცვლილებაზე თვითონ, მაგრამ რა ვთქვათ, რომ ის რაღაცა არაფერი ხარ ლიამ შვენივარ ინარჩუნებს წონას ასაკში. ძალიან ხშირად ეგ გამართლება არის ხოლმე ასაკი, ჰორმონალური ცვლილებები, ინსულინ რეზისტენტობა და ეგეთები არის ხოლმე გამართლება იმისთვის, რომ ადამიანს არ უნდა არაფერი გააკეთოს. რა თქვას, რომ აი მე იმიტომ ვერ, რომ იქ ასაკი, მაგ იქ ჰორმონები, იქ გენეტიკა, იქ ის და ნუ ვერ, არა და რომ დათვალო რამდენ კალორიას ჭამს ყოველ დღე. მიხვდები, რომ არაფერი შუაში არ არის და ეგეთი ხალხი, რომელიც ხარას აბრალებდა ხანდას TikTok-ს რო იღებენ ხოლმე, რომ აი ხან ეს მეგონა, ხან ის მეგონა და მე გავიკეთე ბარიატრია და აი სასწავლად დავიკელი და თურმე საჭმელზე ყოფილა დამოკიდებული. აი 95% თავს იტყუებენ და ჭარბი საჭმელის ოდენობით არის ადამიანი მომატებული და კი არის ის 5%, ვისაც ის ჰორმონები, ის რაღაცა, მაგრამ ეგ არის ძალიან დაბალი პროცენტი. ფატი მართლა ყოშახ თქვენ ამდენ ხალხის მოვლა არა ადვილი საქმე გაანაწილე საქმე მართლა ცოდო ხარ ერთი დღე თქვენ გააკეთეთ სადილი ერთი დღე ლიამ ჭურჭელი ყველამ გარეცხოს თავისი ისინი არ დაიღლებიან თქვენთვის დახმარება აი ზუსტად ვიფასო სულ მაგას ვიძახი სულ ვერ ვასწავლე ვერ მივედი იქამდე რომ ეგ ვასწავლე რომ ყველამ თავის ანუ გარეცხავენ იმ თემს მაგრამ მე იმ ჭიქას არ გარეცხავენ მე იმ ყოს არ გარეცხავენ მე იმ ჩანგალს არ გარეცხავ ხდები ხო, საჭმელიც ხა მაგალითად ლიას გაკეთებულ საჭმელს, ანუ ლია არ გაკეთე საჭმელს ისე რომ აი მაგალითად მე ვაკეთებ, რომ ვითვალისწინებ, რომ აი იმას ის უყარს იმას, ის უყარს იმას, ის უყარს და რაღაცა ისეც ვაკეთებ, რომ ასე თუ ისე ყველამ შეჭამოს, ხო? ის ანუ გაითვალისწინებს მაგას, აი ეს სასარგებლოა, ამიტომ 1 კილოს ამას ჩავაყრი და ეგრე თავისებურად გაკეთებს ისე რომ ძალიან მოყვარულზეა რა. ყველაფერს იმას დააკლებს, ყველაფერს იმას დაუმატებს და ანუ რაც მავნია დააკლებს, რაც შემსახია დაუმატებს და ანუ ვერ შეჭამ. ხო და ნუ ეხა აქ ხაჭაპურებს და იმებს ვერ დავაცხობ ნამდვილად, მე და არც ანუ ცოდო ვარ, კაცო დასასვენებლად ვარ ჩამოსული და ისედაც 2-3 მსახური, ბავშვი, ძაღლი, ის ახლა კიდე აქ ხაჭაპურები ვაცხო არ არცდებობს. ხო და ისე საჭმელი აი დღეს ბოლონეზე უნდა გავაკეთო. კი, რატო არა სიამოვნებით. თენათენინი მიყარხარ ძალიანო. შორენა ნინი ულამაზესი ხარ მე ყოველდღე ვარჯიშობ ჩემებურად ცოტ-ცოტას მე რომ სიამოვნებს. ულამაზეს ტანზე ხარ წარმატებით ცხოვრებაში პატარ-პატარა საქმეების გამო ვეღარ გიყურებ. თუმცა ყოველთვის მახსოვ ხარ ამ საღამოს ჩავждები და გულს ვასიამოვნებს შენი შთამაგონებელი ვიდეოები. მადლობა ჩემო ძირბაზე, დიდი მადლობა. ლიამ, ნიამი, რა იდიოტი ხალხია. ხედავს გაშლია ქოლგა, გვერდზე უნდა მიჯრომოდეს ჯინაზე რომ უხერხულობა ეგროს. ანუ ხალხო თქვი რომ ის ამეთქი. ჩვენ ჩრდილში მეთქი იკას უთხარი. ანუ უნდა ხო გააკეთა და ჯერ იკა ხო იცი რამდენი ხანი აკეთებს ხოლმე რაღაცებს და ჩამაგრა ოხრა ხნეშა მთელი ამბავი და აწია თავი და მე ვეუბნები ქოლგა უნდა მოშალოს კი აღარ წნევავდა რატო და მეთქი აი ნახე მეთქი ადამიანები დასხდნენ ჩვენ წინ მეთქი ჩვენ ჩრდილში თქო და ხა აქ ხო ვერ დავჯდებით მეთქი ჩვენ ანუ მზეზე ხო ვერ დავჯდებით მეთქი ჩრდილში კიდე აი სხედან მეთქი 3 ადამიანი იჯდა და ხა რამდენიღა დაჯდება აი ხო და ვაფშე რეაქცია არა აქვს რა და მე მეგონა
რომ რუსები იყვნენ და ან სხვა ეროვნების ხალხი, რომელსაც არ ესმის ქართული რა. ხო და მე ეს ხოლმე ვამოვაძრეთ და აქეთ გადმოვედით და თავიდან ჩავარჭეთ და ჩვენ დავჯექით ამ ქალბატონმა, რომელიც ესე უხეშად და თავხედურად დაჭდა იქ. წავალ ქოლგას ვიქირავებო, თქვა ქართულად და იქირავა ქოლგა მერე და ანუ მე არ ვიცი ესე თავხედობა პროსტა. აი მართლა არ ვიცი, პირი მქონა დაღებული. კიდე რაზე მაქვს დაღებული პირი. ბავშვები. ესენი ძირითადად რუსების ბავშვები არიან. კაცო დგას და აი ლოდებს ისვრის წყალში. თან ესე გვერდულადაც ისვრის, აქეთ ვხედავთ, ხო შეიძლება აუცდეს და შენ მოგარტყას. ან ხო შეიძლება იქ წყალში ვიღაცას ისვრო, თავში გარტყას, შეიძლება მოკლას კაცი. დგას დედამისი უყურებს ლოდებს რო ისვრის შვილი. არაფერს არ ეუბნება. მე ვამბობ, რომ აი მე როგორ შეიძლება ეს რო ვინმეს მოხდეს და ხო ესეც ესმის. და მაინც ვითომ არ ესმის, ანუ თან ხო ვუყურებ და ვამბობ, შეიძლება სიტყვები არ ესმის, მაგრამ ხვდება რასაც ვამბობ. ანუ არ ვიცი, პროსტა ვიკვირს ან ეს თავხედობა მე ეხლა მაგის გაზდილ და მასე გაზდილ შვილს რა უნდა მოსთხოვო ბავშვს. ეხლა იმათაც ყავდათ ევაზე პატარა ბავშვი ყავდათ, ჩვენო წინ დაგვისხდნენ იმათ რა. ხო და ეხლა აი ეგ ბავშვი რო სკოლაში ან ბაღში მივა ევასთან რომელიც ესეა გაზდილი რომ არ შეიძლება ნაგვის გადაგდება სადმე რომ დაინახავს ნაგავს ამბობს რომ ვაიმე აი ვიღაცამ გადააგდო და არ შეიძლება და ასე შემდეგ ხო რომ არ შეიძლება სხვა ესე გაუკეთო და რაღაც ანუ წარმოიდგინეთ ეგეთი ბავშვი რომ ასეთ ბავშვთან მოხდება თუ ეს უკვე იმდან დიდი არ იყო რომ თავი დაიცვა როცა წარმოიდგინე როგორ გადაახტება თავზე ეგრე გაზდილი ხო მარია ნინოს გამო გაწამებული ვარ. გერმანიაში ვცხოვრობ და წლები ნინო. ასე მოდის და სადაც ვამბობ რომ ნინო მგია ყველა გაკურებული მიყურებს კაცის სახელი რატო ქვია. ვაიმე. გერმანიაში ესე იგი კაცის სახელია. ნინო, ვაიმე. ანუ ბატონო ნინოს პონჩი ხო? ხო, აი ნახეთ. რამდენად არაკომფორტული შეიძლება იყოს სახელი. ანუ ისეთი სახელი უნდა დაარქვა შვილს, რომ ის იყოს საერთაშორისო. ხა მე კი ვამბობ ეგრე და აი თორნიკეს სახელი ნამდვილად არა საერთაშორისო. რა შეიძლება დაუძახონ თქვა საზღვარგარეთ თომას? თუ რა? თორნიკეს ანამიყვე წასწყდება თევნა. ხო და ევა ყველგან არის, ანდრიაც ყველგან არის. ნუ მოდიფიცირებული ვერსია. ცირა. არანინი მასია დონა კარგია, მაგრამ ფასები ასეა, მაგრამ უგემრიელია. ვერსად მივირთვით მსგავსი. არ ყოფილა მასე მთლად მე როგორც ვნახე, ანუ ის რაც 12 ლარი და 12 თეთრი, ავიცი ყვა სიმბოლურად დაადო ვოლტმა ეგ ფასი, ეწერა ვოლტზე, იქ ადგილზე ღირდა 9 ლარი. ანუ კი 9 ლარიც ზვირია, მაგრამ შარშან ბოლოს რო ვიყე 7 მახსოვს ეგ ტორტები. ხო და ის ნამცხრები 5 და ის ნამცხრები ისევ 5-ის ფარგლებში იყო რა და ეს ბლინის ტორტი გაუძვირებით. მე ამ ბლინის ტორტს ვერ ჭამ. ისეთი რო ყლაპა უკვე ცუდად ხდები. თორნიკემაც ვერ შეჭამა. სოფო ნინის სიყვარულით მოგიკითხავ. წინეებზე მოგწერე და არ ვიცი თუ მიპასუხე არ მინახავს. ხო მიპასუხო რა ასეთი კაი თმები რომ გაქვს რითიბა გორულით მის მოვლის რუტინა რომ აღწერო. კომენტარში დაუწერ ამ ადამიანს იმედი არ მეკაიფებ. იმიტომ წინა ვიდეოში უპასუხე და ეტყობა არ ვნახია. ნინო, აბა ქალბატონო ნინო კი მოგიხდებოდა შენი ხასიათიდან ხო? ანუ ჩემი ბავშვობასთან რო არ იყოს მიბმული ნინო, ჩემ ხასიათს ყველაზე მეტად უხდება ნინო. მაგრამ იმედენად სიმძიმეებთან არის მიბმული რომ არ მიყვარს. ოღონდ არ მიყვარს და სხვებზე არა, მაგალითად შენ რო ნინო ქვია, ჩემთვის ძვირფასია. და საერთოდ არ აღვიქვა ისე როგორც მაგალითად ჩემსაც აღვიქვა ძალიან მტკივნეულად და არ მიყვარს. ჩემ ნინოს. არა სხვისას, არამედ ჩემსაც, ძალიან სასაცილოა ალბათ. ნატო,
ნინი ჩემი სათქმელი თქვი გული მოვიფხანე სტუმართან მიმართებაში რომ ისაუბრე გენაცვალე სწორად ჯელბაში მიყვარს შენი საუბარი და მოსმენა ძალიან მიყვარ ხან რატო უზომოდ ირინა საოცარ ფორმაში ხარ ნინ ბედნიერი დასვენება გოგოებო ესე იგი უცნაური რაღაცა შევამჩნია დედა რატო იშლი ნერვებს თუ არ გინდა საერთოდ გამოვსთავ ახლა იმიტომ რომ მეც მეშლება ნერვები პატივი გეცი აქ დაგიჯდა ტელეფონი და იქ შევაერთე და დაგიდე. არ გინდა? აგერ გამოვხსავ საერთოდ. всё, იტანება ტელეფონი, მორჩა. ეხლა ხო დამშვიდდები. რა არის კაცო? ნერვები ეშლება იქ როდევს. მაგრამ რა ვქნა? დასატენია. და ბრაზობს ეს კამს არ ახუნებს და ასე. მეს მიზახავ მეც მომშლია ნერვი და ბრაზი და რაღაც ნორმალურია, მაგრამ ეხლა მეც მეშლება მე ნერვები. ეხლა რას დავაკვირდი გოგოებო? 2 წლის წინ რო ვიყავ იმ წონაზე, რაზეც ეხლა ვარ, მაშინ უფრო მეტი ვჩანდი ვიდრე ახლა. ეხლა უფრო გამხდარი ვჩანვარ იგივე წონაზე, რაზეც მაშინ ჩამდი პუტკუნა. აბათ მიხდებით რატომ? ხო, სწორია, ვარჯიშობ, ძალოვნებს და ეთქობა ჩემი პატარა კუნთიკები გაიზარდნენ, ანუ რეალურად ეხლა მე რომ ვიწონი 56 და რაღაცას, ეს წონა რეალურად არის კუნთი C, ანუ კუნთი C, რომელიც ოდნავ გაიზარდა არის აქ. მაშინ იყო მარტო ცხიმუკები. მაშინ ჩანდი უფრო დიდი. ეხლა ჩემი უფრო გამხდარი. ამ სახში კიდე ჩემი სასწორმა მეგონა ამურია, მაგრამ მე გამახსენდა ჩხოროწყუში რო ვიყავი. ვერსად ვერ ვიპოვე ჩხოროწყუში ადგილი, სადაც სასწორს დავდებდი და ავიწონებოდი. იმიტომ არსად არ იყო სწორი იატაკი, სადაც დავდებდი და ავიწონებდი. ურეს სასწორი თუ სწორზე არის. აქაც ვერ ვიპოვე ვერცეთე ფილებიც კი რო არის დაგებული, ეს სხვადასხვანაირი ის აქ თქან ყველგან სხვადასხვა წონას აჩვენებს ჩემი სასწორი. არა, სასწორი არ ურევს. ანუ თუ არ დადეს სწორ ადგილას, ყველა სასწორი ურევს. ხო და ნუ დაახლოებით ხვდები ახლა რამდენი ვარ, მაგრამ ზუსტად ვერა. და მე თავის თავს წონის და მეუბნება რომ ვერ წონის რა. ხო და მოგეთ აი ესეთი ამბავი მე ძალიან ცხელა, აქ მცხება ხოლმე სასტიკად. ლელანი, მან დრაღის საზამთრო თბილისში 55-60 თეთრია. კახეთში 15 თეთრი, მან ძვირი იქნება. ავი აქ ლარადი ვიყირე, უკვე 60-ია თბილისში? ვაუ. რა კაი იყო ის ნაჭერი რო ვიყირე, მეტი არც მომდომებია ხალხო. უბრალოდ კოხტა ცდილობიანად ერთი ნაჭერი ვიყირე მორჩა. მერი ბედნიერი დღეებიო, მადლობა, ნათელა. მცდარი მოსახვევი მიყვარს, მაგრამ ბოლო ნაწილი მაგრა გააბანძეს ნაწილები. მარიანა, მე კიდევ მგონია რომ მოკლეთმები ძალიან გიხდებათ, გრძელთ მას არ ვიწუნებ. უბრალოდ ის განსაკუთრებულად მომეწონა ძველ ვიდეოებში. კი, ძალიან მიხდება ნამდვილად. ანუ ფერს შეგეკამათებით, ნამდვილად მიხდება. უბრალოდ ჩემი არ არის. ანუ შეიძლება რაღაცა გიხდებოდეს, მაგრამ შენი სტილი არ იყოს, ანუ თავს არ გრძნობდე, მაგალითად ძალიან ლამაზი კაბა იყოს ამ ფეხსაცმელი, მაგრამ თავს არ გრძნობდე მასში კომფორტულად. აი ესე ვარ მე მოკლედ მასში. კი, ვხედავ რომ მიხდება, ძალიან ბევრი ადამიანი მეუბნება, აი როგორც თქვენ, მაგრამ ნუ ვერა რა, ჩემი არა, სულით და გულით ჩემი არა. ეთერი ნინიკო, როდემდე ხართ მანდ? 17 დღით ვართ. დღეს გავიდა 1 კვირა. ფონიზა ისე ვინერვიულე მთელი დღე დამძიმბული ვიყავი, ღმერთმა გადმოხედა და კარგად არის ლელა ვაიმე როგორ პროსტა იცი როგორ მეჭხუბნენ სახში? რა არის? რა პანიკას წევ? გულს რატო გვიხეთქავ? შენი კივილი აგერისმოდა და გვეგონა რომ კატასტროფა მოხდა, მაგრამ წარმოიდგინეთ ხა ის თათი რომ მოოტეხო და კატასტროფა არის, ანუ თანჩი რა უძლურების განცდა მქონდა, ხა ამას ამ ერთი ციცქნას ჩემთვის ამ უცხო ქალაქში, სადაც საერთოდ არ ვიცი არაფერი, რომ მოტყდეს თათი, აი რა უნდა გავა, ანუ სრული დაკარგულობა, რომ არ იცი რა გააკეთო და აი ლამის გული გამისკდა იმის წარმოდგენაზე, რომ ამას თათი მოტყდა და მე არ ვიცი რა გავაკეთო და აი
ძალიან პანიკა დამეწყო ეგრევე. ლელა გამძლეობა ჩემო ლამაზო ბედნიერი დღე ყოჩაღი ძლიერი გოგო ხარ მაგრამ ცოტა დასვენება შენ ძინა კი ნამდვილად საჭიროა შორენა ვაიმე საყვარელი ბონიო ნონა მოგესალმები ნინი თქვენ გიკვით ნინო კაც ქვია იტალიაშიო აბა მე რა ვთქვა ჩემი სახელი ბებიას ნიშნავს რაიმე როგორ გამეცინამაზე ეგ არ ვიცოდი ნონა ესე იგი ნონა იტალიაში ნიშნავს ბებიას Ahora está interesado просто. და რომ მიხვალ დაეტყვი, მქვია ნონა, ანუ იმას ესმის რომ მქვია ბებია, ხო? ეს არ ვიცი, ეს პირველად გავიგე. აი ნინოზე ხო ვიცი და ეს პირველად გავიგე. მანანა ბათუმში კოღოები არის, მაგრამ ფოთში, ქუჩაში რო დადიხარ, იქაც კბეს, ვაიმე. ძალიან უამრავი კოღოა, ზღვაში შედიხარ, გადიხარ შორს და მაინც ფეხზე დგახარ. ეგ მომწონს მე. ეგ ძალიან მომწონს, სხვათა შორის როცა ვაღრმა არ არის, იმიტომ რომ მე შინ აღხმის, მაგრამ აი კოღოებს ვერ ვიტან. ისე მეც გამიგია და ისიც გამიგია, ფოთზე რომ ამბობდნენ ძალიან დიდი კოღოებიაო. სხვათა შორის თამეგრელოში გამიგია, რომ ამბობდნენ მაგას. თინა ნინი მიყვარხარ როგორც ჩემი შვილები მიყვარს ისე ევა თორნიკე და ანდრია მიყვარხართ ვაიმე მადლობა ჩემო საყვარელო დიდი მადლობა ციცი დღე მშვიდობისა ბედნიერი დღე ჩემო ძვირფასებო ნიბონზე მეც ისე განვიცადე მიხარია არაფერი რომ არ დაემარდო უიმე აი თან თეატრ შემეშინდა წაკითხული მქონდა რა რომ მართალია მინიზე მაგ წაკითხულა მინი ჯიში მაგიტო არ ვიყიდე რომ აი შეიძლება სკამიდან ჩამოვარდეს კი არა ჩამოხტესო თავისი და თათი მოტყდესო ხო და მე იმიტომ არ ვიყიდე ჩვენთან აქ შეიძლება ვიღაცა ფეხი გაკრას და რამე მოტყდეს მე რა ვიცი ველურები ვართ ჩვენ არიან ესენი და შესაბამისად ეს ძალიან პატარა მინი არ მინდოდა ძალიან პატარა ჩიხუ მაგრამ ბონი ხო სტანდარტია და თან რა ვიცი კოტიმ თქვა შანსი არ არის ხა თავისით როცა ხტება უძაღლი ისე ჩამოხდეს რომ რამე მოიტეხოსო მაგრამ თავისით ხდებოდა ჩამოვარდა ანუ მაგიდაზე უნდა გადმოსულა გადმოხტომა და ეს ერთი თათი რა ვიცი სიჩქარეში ძალიან გახარებული იყო და შაურმისუნი მისდიოდა და რა ვიცი და აი ეს თათი ერთი აი ესე დანარჩენებით ვერ მოწდა მაგიდას და ამ თათით მოწდა და მე ესე აი ესე ჩამოვარდა და ეს თათი აი ესე აი რო დავარდა ესე ქონდა იმიტომ მეგონა მოწდა ესე თან ხო იტირა იწმუკუნა თან ესე ქონდა მაგრამ ძალიან არ ტიროდა ეგ არის რომ ერთი თუ მოტეხილია ხო ვერ ჩერდება ტკივილი ისგან ისეთი ტკივილი იცის ეს ერთი და მეორე ის რომ ფეხს ვერ დგას და ესე რომ გავუსწორე მე ხმა არ მოიღო არ იტირა და ვკოცნიდი რომ ვკოცნე და რაღაცა ჩან შეეშინდა ძალიან რომ ვკოცნე და რაღაცა მე დადგა ფეხი ანუ დადგა და აიღო მაგრამ დადგა და ვიცი მოტეხილზე ვერ დგავ და თან არც დაუსივდა ხო სივდება უცებ ხო და მე დავმშვიდი ცოტა თორე რა ვიცი რა დამემართებოდა აი მართლა არ ვიცი ნინი ჩემო ძვირფასო მართალია მან უფრო ვიღლებოდი მეც მაგრამ რაღაცნაირად ეგ დაღლას მსიამოვნებდა თუმცა შენი დაღლილობა რას მოვა ჩემამდე შენ ამხელა ოჯახი გაბარია დიდი თუ პატარა ყველა რაღაცას გეკითხება თავისუფალი ძო თითქმის აღარ გაქვს რომ შენს გემოზე იყო ამ ყველაფერს ჩვენს ვემატებით და აი მართლა ყოჩახ შენ სხვათა შორის აი როგორც კი დავისვენე ერთი საღამო ანუ არა მაქვს იმის სურვილი რომ მაგალითად ჩამოუვშორდე ყველაფერს არ გადავიღო ვიდეოები და აი დავისვენო მაგის სურვილი არ მაქვს ანუ წარმოიდგინე შენ ერთი საღამო არ გადავიღე და ისე ავივსე რომ ეხლა ესე ვარ რა ხო ხდები თან არის ყველაფერი ერთად ანუ ძალიან ბევრი საქმე ერთად რომ მარათონის გოგოები თქვენ მე თვითონ რო კალორიებს ვითვლი ანუ ეგეც არ არის პატარა ნერვის ხარჯი ეგ ანუ ბავშვი ძაღლი რა ვიყიდოთ რა ვჭამოთ საწავიდეთ აბა რომელ ჭიქაში გადმოუღო ناقინი ბავშვს და აი რა ვიცი ანუ ისეთი პატარადან დაწყებული რომელიც საერთოდ არ ჩანს აბსოლუტური სიდიდით დასრულებული რა თუმცა ანუ მიჩვეული ვარ მაგას მაგრამ აი რო ვთქვა რომ ხა ვისვენებ მეთქი
ანუ გარემო შევიცვალეთ ამ სიამოვნებს და მინდა რომ შეიძლება მეტი ემოცია მივიღო და ვიცადო, მაგრამ აი რო ვთქვა რომ ხა მე აქ ვისვენებ მეთქი, ანუ აი სუფთად რო ვიგულისხმო დასვენება, რა გითხრათ. ირმა კი ჩანს ვიდეოში ვაიმე ბონიომეც მეგონა რაღაც დაემართა თქო როგორ მიხარია რომ კარგა და მაგავე ვიდეოში მე ჩანდა რომ ბონი ფეხზე მეჯდა და იდგა. ხო და ვიფიქრე რომ მიხვდებიან მეთქი რომ კარგად არის და ანუ მეთქი ცალკე მოვყვები თქო ამ ამბავს. ევა ძალიან საყვარელი ხარ პატარაო. რობო ყოველთვის წყალი უნდა დააყოლო ყავას თუნდაც ხსნადი რო იყოს მაინც დააყოლე წყალი. ყავის მერე კაი დასვენება თქვენს ოჯახთან ერთად. დიდი მადლობა ძვირფასო. მანანა კარგი დღე გქონდეს ნინი. მადლობა ძვირფასო. ნინიკო ბედნიერი დღე ნინი. თათია ნინი არ შეიძლება ასე ნერვიულობა გადაიწვევი. ხო, მაგრამ მე ეგეთი ვარ. ეგეთი ადამიანი ვარ. ამ ძალიან ზე ემოციური ვარ და პლუს ჩემს ემოციურობას ემატება ისო ძალიან დიდი ფანტაზიის უნარი, მაგრამ როცა ესენი ერთმანეთს ემატება, მერე მტრისას. ცხელა. წავედი ხა ჩემო გოგოები, მოდი ჩემთან ჯემი, პატალა, მოდი. ჩემი ზიკანული, მოდი დედასი. მიყვარხადი, ჩემი კვერნა. გამოსხული ყველა გამოფრას. მოკრა ჩემო ძვირფასებო ასე. მიყვარხართ ძალიან დღეს ბოლონეზე უნდა გავაკეთო ეგ ვიცი, ზღვაზე უნდა წავიდე ეგ ვიცი და დანარჩენი ვნახოთ რა იქნება. დღეს მარათონის ბოლო დღე გვაქვს და ორმა ჩემმა ძვირფასმა გოგომ უკვე მითხრა რომ გაგრძელება გვინდაო, რა ძალიან მაგარი ეს იმას ნიშნავს რომ ხედავენ რა ძვირფასია. ხო და ვნახოთ აბა ახალ გოგოებს არ ავიყვან სექტემბრამდე და ამათ ვინც მყავდა, რა თქმა უნდა, გავაგრძელებინებ 1 აგვისტოდან იქამდე დავისვენებთ. ანუ იმ პერიოდში თავისით დაითვლიან, თუ რამე კითხვები ექნებათ ჩატში ვართ. და მერე უკვე 1 აგვისტოდან გავაგრძელებთ, ხოლო ახალ ჯგუფს ავიყვან უკვე 1 სექტემბრიდან და ჩვენ უკვე 1 სექტემბრამდე, ვინც ახლა მარათონში ვართ და ვინც იქამდე ვითვლით, ფაქტიურად ივლისი, აგვისტო 2 თვე გვექნება და შედეგიც გვექნება უკვე 2 თვის დადებული სექტემბრამდე. ანუ როცა ადამიანები ამბობენ, რომ ეხა ზაფხულია და მოდი სექტემბრიდან დავიწყებ, ჩვენ უკვე 2 თვე გვექნება გავლილი და ზედმეტი კილოები გვექნება მოშორებული, რაც წარმოიდგენთ პროსტა რა სიძვირფასია. გაკოცეთ, ეხლა ნახე ეს მინდა რომ გავაკეთო. აუ როგორ დამცხა პროსტა. ეს მინდა კიდე რომ გავაკეთო. ხრა 1 გრამი ზედა აქვს ალბათ. აუ გარესხვა დამავიწყო. It's okay. ჩემია. რაც დარჩა იმას გავრეცხავ და აი, ამას შევჭამე. ესე. და აი ამას გავრეცხავ კიდე რაც დარჩა.
ესე. დალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი. დონაციისთვის მონაცემები იქნება აღწერაში, ძალიან გამახარებ. მიყვარხარ ძალიან. კოცნით გეხოვით და დროებით გემშვიდობებით.